მოგესალმებით მეგობრებო, სიტყვა სალამზეც ვისაუბრებთ დღეს, რას მოიაზრებს სინამდვილეში და დღეს დავაანონსი და დაგკვირდით, დავწერე, რომ პირდაპირ ეთერში დღეს ჩართვაში გავცემდით კითხვაზე პასუხს. ეს არის ყველაზე საკრალური კითხვა, რომელიც გადმოცემით, რელიგიური გადმოცემით, თუმით, ესე რომ ვთქვათ, პონტე პილატმა დაუსვა ეს კითხვა ვინმე იესოს, რა არის ჭეშმარიტება. რაზეც იესომ თავი აარიდა, გაჩუმდა და ეს კითხვა გაატარა. ანუ ეს არის ერთადერთი კითხვა, რომელიც ამ ცნებას, ვინც თვალყურს გადენებს, იცოდინება, რომ იესო არის პროგრამა და საერთოდ ზოგადად ყველაფერი და საერთოდ ჩვენს დამაზე ვისაუბრეთ, რომ პროგრამაში ვიმყოფებით და ყველაფერი ესე იცვლება პერიოდულად სხვადასხვა პროგრამებით და ამ პროგრამამ თავი აარიდა კითხვაზე პასუხის გაცემას. სადამ პირდაპირ დაუსვეს კითხვა, რა არის ჭეშმარიტება და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნიშნავდა, რომ გაემჟღავნებინა ის, რომ თვითონაც სისტემის ნაწილი იყო. ის, რომ უკვდავთა წარმომადგენელი იყო, რომ ძალიან კარგად იცოდა, რომ თვითონ უკვდავი იყო და რომ უბრალოდ სცენას თამაშობდა. და დღეს ამ კითხვებზე, ამ თემებზე თანმიმდევრობით ავხსნით. სალამი სიტყვას როდესაც ვამბობთ, მასში არის გამოყენებული ვინმე სალიმი, რომელიც მოიაზრება იერუსალიმის მელქისედეკად, პირველ და მთავარ მელქისედეკად. და მასში ეს არის უყურეთ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ბავშვები სათამაშობენ, საბავშვო ბაღში, ნიშნავს სკოლის ნივთები, სასკოლო ნივთები, სტუმარისადმი სასტუმროში და ასე არის, როდესაც სადღაცას მიკუთვნება გვინდა, სად ხდება ჭამა სასადილო ოთახში და ზუსტად ესეა, სალიმი ეკუთვნის სალიმის სინამდვილეში როგორც იშიფრება ალი არის ეს იმელ ალზია საუბარი, რომელიც მარადიულ ცეცხლზე მიუთითებს, რომელიც სიცოცხლეზე მიუთითებს, მარადიულ სიცოცხლეზე მიუთითებს. სიცოცხლე მარადიული აქვს, ჩვენ ვიქნებით, მე, თქვენ პირადად თუ ვინმე თუ არ ვიქნებით, თუ აქ სხვები იქნებიან, თვითონ სიცოცხლე მარადიულია და მნიშვნელობა არ აქვს ის რა ფორმით პოვებს გამოვლინებას, იქნება ეს მინერალები, მცენარეები, ცხოველები, ადამიანები თუ სხვადასხვა ფლუიდები. საერთოდ არ აქვს ამას მნიშვნელობა. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა, გუშინ მართალია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით თქვი რაღაც თითოეულს ეთქვა. მე არ ვიცი, რამოდენიმე ათეული ადამიანი უსმენს და ჩემს საუბრებს და უბრალოდ გეტყვით, ჩემო მეგობრებო, რომ თქვენ ბედმა გაგიღიმათ ერთგვარად, ესე ვიტყოდი, რადგან მოხვდით აქ და გესმით ჩემი ხმა, რადგან ეს ჩემი საუბრები თქვენ მოგცემთ ძალიან მნიშვნელოვან გასაღებს, აი როგორც ამ წიგნში მენელი პალმერ ჰოლი ამბობს, თავისუფალი მასონობის დაკარგულ გასაღებებს და მე თქვენ დღეს ამ წიგნიდან წაგიკითხავთ ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერს, საერთოდ რა ხდება, ვინ ვართ, სად ვართ, სადაც ამ მენელი პალმერ ჰოლის თავის დროზე 1954 წელს გაეპარა რაღაც ინფორმაცია, ისეთი რაღაცა დაწერა, რომ აუგზალე ეს თქვა და მე 1985 თუ 86 წელს დაწერა კიდე ერთი წიგნი რა. ისეთი რაღაცა წამოაყრანტალა თავისი ცოდნებიდან გამომდინარე. ისეთი რაღაც და აქაც ისეთი რაღაცაა ნათქვამი, რომ აი დედაუტირე, სულ გამოამჟღავნდა, რატო იმტრევენ თავპირს, რატო ხტებიან თავით მასონობაში, რა უნდოდა სტალინს, ჰიტლერს, ჩერჩილს, რუზველტს თუ ვისაც გახედავთ ეს მასონების კოსტუმებში რომ გამოეწყობიან და აბრიადებში რომ იღებენ მონაწილეობას, სულ ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ, ჩემო მეგობრებო. მოკლედ, ძალიან ცდილობენ ებრაელები, რომ თავისთავი რაღაცა მნიშვნელოვნად წარმოადგინონ, მაგრამ სინამდვილეში მინდა ვთქვა, რამდენადაც ფაქტებით ვისაუბრებ, ეს არის დასაჭურისებულიერი. ყველა სემიტი დაბადებიდან 3-დან 7 დღემდე საჭურისდება. ეს წაჭრა რაც ჩემ მოგონილი არაფერი არ არის.
თვითონ აკეთებენ ამ წინდაცვეთას და სინამდვილეში დასაჭურისების იმიტაცია. სადაც აჩვენებენ, რომ ჩვენ ვართ აი არასრულფასოვანი, ეს არის არასრულფასოვნების განცდის გამო აკეთებენ ამას, რომ სადაც ბოდიში და რავი, ბევრმა თუ იცის პირდაპირ უშუალოდ იმ მოკვეთილ ადგილას ტუჩებით წოვს მშობელი. ეს კიდე ცალკე სხვა თემაა რა და იმდენი საინტერესო რაღაცებია და ისიც უნდა იცოდეთ, რომ 22 ასო ნიშანი იმიტომ აქვს, რომ ეს პირდაპირ მიუთითებს იეროფანტებზე, რომლებმაც ამ სამყაროს შექმნიდან აუქციეს გვერდის სიკვდილს და არსებობს უკვდავები. ეს ნამდვილად არსებობს, რავი, მრავალი ფილმი გექნებათ, ნაყურები, სერიალები, რაღაცა სადღაცას ზღაპრებში, მე სულ უკვდავებზია საუბარი. სულ თუ სადმე რამე მისტიკა ტრიალებს, სულკვდავებზია საუბრები. და მე გეუბნებით, რომ ესე ნამდვილად არსებობენ. ჩვენც იმათი ნაწილი ვართ, უბრალოდ ცხოვრება ჩვენსა და მათ შორის ის არის, ჩემს წინა გადაცემებს თუ ნახავთ, უბრალოდ ყოველი გადაცემა შემდგომი მოსდევს, რომელიც უფრო მეტად გიხსნით არეალს, ცნობიერების თვალსაწიერს, ჰორის თვალს. ჰორი არის ის, რომელიც აღიქმება ეგვიპტური ღმერთი, რომელიც ავლენს ყოველს მოიცავს, ესე რომ ვთქვათ. ჰორის ყოვლისხედველი თვალი, ჰორის სიტყვა საიდანაც წამოვიდა ჰორიზონტი. ჰორიდან წამოვიდა სიტყვა ჰორიზონტი. სიტყვები არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის როგორ გითხრათ, პროგრამირების ენა, როგორც ბეისიკი, ფორტრანი და ასე შემდგომ პროგრამირებაში, ესეთივე სიტყვებიც, ესეთივე მნიშვნელობის პროგრამირების ენებია. ჩვენ ერთმანეთს რო ვესაუბრებით, ამით ერთმანეთს ვაპროგრამებთ მიწოდებული ინფორმაციებით, იმ ინფორმაციას როცა შენგან იღებენ, შენ მას აპროგრამებ. ეხლა მე რო ჩემგან თუ ვინმე ამას ბოლომდე მოისმენს, შესაბამისად იმ პროგრამას იღებს, რასაც მე გადმოვცემ. მისი ასე ისე წაკითხვა კი არ არის საჭირო. ისია წაკითხვა, როგორც გადმოვცემ. ზუსტად ამ აზრთა სხვადასხვაობების და რაღაცის გაუგებრობის გამო ხდება ის, რომ ადამიანები ერთ და იგივე საკითხზე საუბრობენ და არ ესმით და მე ერთმანეთში დაპირისპირებას აკეთებენ და სხვაობა ჩვენსა და უკვდავებს შორის ერთადერთია, რომ სინამდვილეში ყველანი უკვდავები ვართ უბრალოდ. ჩვენ ყოველ მოსვლაზე არ გვახსოვს, არც ერთ მოსვლაზე არ გვახსოვს წინარე ცხოვრებები, იმათ კი გარკვეული ტექნიკის და მანქანების საშუალებით აძლევენ ცოდნას, როგორც ჩვენ სკოლაში დავდივართ, საბავშვო ბაღში, სკოლებში და მე უმაღლესებში დავდივართ, იმათ აძლევენ იმ ცოდნას თუ როგორ გაიხსენოს ვინ იყო წინა ცხოვრებაში, რა ცოდნას ფლობდა. თავარ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთი წინა ცხოვრება გაიხსენოს და იქიდან უკვე ყველაფერი ახსოვს. განა თქვენი ფუნქცია და დანიშნულებაც ეგ არ არის. განა ადამიანი რო იძინებს გაღვიძებისას, ყოველი გაღვიძებისას მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ გაიხსენოს ვინ არის, იდენტიფიცირდეს კვლავ იმ სკაფანდრთან, რომელიც აცვია. ეს მე ვარ, თქვას. განა არ ქონიათ შემთხვევა, რომ მოულოდნელად შეგანჭრევენ, გაგაღვიძებენ, რავი, სხვადასხვა ფაქტორებში და აზრზე რო ვერ მოდიხარ, ბიჭო, სადა ვარ, ვინა ვარ, ვაიმე, რა ხდება და რაღაცა. ესეთი უამრავი გექნება თითოეულს გავლილი. მაგრამ როგორც კი, ესე რო გააკეთებ და გააცნობიერებ, ესადა ეს სახელი და გვარი ვარ რაღაცა ის, რაც მონიჭებული გაქვს და იმასთან დასოცირდები, თორე ის ვინც ხარ სინამდვილეში, ვაფშე სხვა ტიპიათო. ვაფშე სხვაგან არის, როგორც კი ცდილობ ძილს დაძინებას ადამიანი, როგორც კი ცდილობს, როგორც კი იწყებს პროცესს. ეს არის მცდელობა შევიდეს ტრანსულ მდგომარეობაში, სადაც და ვინც სინამდვილეში არის. განთავისუფლდეს, ასტრალურ სამყაროში გავიდეს, არამატერიალურ სამყაროში გავიდეს, რომლის ანარეკლიც არის ეს განზომილება. როგორც პროგრამისტი ქმნის, მე არაერთხელ მიგხვავს თამაშს, ჩვენი განზომილება ხო აბსოლუტურად განსხვავდება იმ განზომილებისგან, რომელიც ეკრანს მიღმა პროგრამისტისგან არის შექმნილი. ის ხო გასართობად ქმნის ისეთ განზომილებას, რომელიც თვითონ ვერ შევა. და ამისათვის გამოიყენება ამ პროგრამაში შემოსასვლელად გამოიყენა სულიერმა სამყარომ ანქი ქვია მას. ანქი ძველ ეგვიპტურად, რომელიც ასოცირდება ქალის საშვოსთან.
ამ ყველაფერს ჩვენ ნახავთ თანმიმდევრობით ჩემომეგობრებო, არავით არის მისტიკაში არ არის, უბრალოდ მე მინდა გითხრათ, რომ ვინც გააცნობიერებთ დღევანდელ ჩემს გადაცემას, ან გაგიჭირდება და შემდეგ უკან დაბრუნდებით და დაიწყებთ გაცნობიერებას, მიხვდებით, რომ ძალიან მაღალი რეზოლუციის თამაში ვართ, ჩვენ სულ ყველანი უკვდავები ვართ, სხვაობა ჩვენსა და იმ ტიპებს შორის, რომლებიც ამ მატერიალურ განზომილებას მართავენ, უბრალოდ არის ის, რომ მათ ახსენდებათ გარკვეული მანქანებით და ტექნოლოგიის საფუძველზე ვინ არიან. ჩვენ კიდე ეს არ ვიცით და ყოველ ჯერზე ამნეზია დამართულები ხელთავიდან ვიწყებთ რაღაცის გაცნობა, დავრბივართ ესე. პაპუასები ვეთ. ის კიდე გარკვეული ბავშვობას გადიან და შემდგომ უკვე ნელ-ნელა ასოცირდება, ადაპტირდება და იცის რომ უკვე ვინც არის და რაც არის. დამთავრდა იმანიც ის რა დიდებულ ცოდნებს ფლობს. როგორ უნდა მოიქცეს, წესები როგორი ამ თამაში ყოფნის დროს. და წარმოიდგინეთ, რომ ეს სიცოცხლეში რამდენი ძილი გქონიათ. აი ეგეთ პერიოდს გადის სინამდვილეში ის ვინც არის თითეული ჩვენგანი, ყოველ ძილში სულ სხვადასხვა პიროვნებებს ნახულობ, ვიღაცებს, სულ სხვადასხვა ხარ, შენ თავს ვაფშე ვერასოდეს ვერ ხედავ, აი შენ თავზე წარმოდგენა როგორც ესეთი რომ შეიქმნა, არ არსებობს ეგეთი რაღაცა, რომ დინარეში ჩავიხედე თუ სარკეში ჩავიხედე, ესეთ რაღაცას ვერავინ ვერ იტყვით, რომ სიზმარში ნახეთ თქვენი თავი. გამორიცხულია, თქვენ ცნობიერება არა გაქვთ, თქვენ როგორი ხართ, იმის აღქმა და შეგრძნება არა გაქვთ, მაგრამ ხედავთ ძალიან ბევრ რაღაცას. ვინ გონია რომ ვერ ხედავ სიზმარს, ვის რაღაცები ახსოვს, მაგრამ სიზმარს ყველა ვნახულობთ აბსოლუტურად. ის და რა გვახსოვს და რა არა, ის სხვა საკითხია, მაგრამ სიზმარს აბსოლუტურად ყველა ნახულობს. დაძინებისას სიზმარსამდე არის რამოდენიმე საათიანი მზადება შესვლა სიზმარში, იქ მერე სულ რამოდენიმე წუთი გრძელდება, როგორც ამბობენ, 5-დან მაქსიმუმ 10 წუთამდე და მერე გამოსვლა. თორემ თუ მყისიერი გამოფხიზლება ხდება, ადამიანი გაუცნობიერებლად არის, თავის თავს ვერ აღიქვამს, რომ ეს სხეულია. იმიტომ რომ რეალურად ეს სხეული არ არის. სკაფანდრი აცვია და რა ქანას ეხლა. ეს უნდა მოერგოს ამას. უნდა დაივიწყოს ის ვინც არის, წამიერად, ყისიერად უნდა მოხდეს ეს. პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ისევ ის გამართული მუშაობა. და წარმოიდგინეთ, რომ პროგრამისტს შეეძლოს იმ თამაშში შესვლა, რომელსაც თამაშობს, რავი რა თამაშს თამაშობს, დინოზავრებს ებრძვის თუ გინდა იქ რა, სადღაც. ამისათვის სჭირდება რაღაც სუპერ-პუპერ პროგრამა, რომ აქ სადაც არის მიყუჩდეს, დაიძინოს, წარმოიდგინეთ, თავის ცნობიერება გათიშოს და იქ შევიდეს. იქ შევიდეს თა როგორ იცი, წაშლილი მეხსიერებით. აბსოლუტურად ნახე რა მაგარი თამაში აქვს მოგონილი. წაშლილი მეხსიერებით მოდის აქ დაიბადა პატარა რაღაცა საყვარელი ბურთულა იზრდება სწავლობს იქ ვიღაცებს ახარებს თავისი ბუნჩულაობით და საერთოდ არ ახსოვს რომ თამაში შემოქმნი თვითონ არის ის ვისაც ადამიანმა ღმერთი უწოდა ეს ყველაფერი უბრალოდ ახსნა იმ თამაშს რომელსაც ძველი ჩვენი უძველესი ენა ქართული აბსოლუტურად ახსოვს მას ყველაფერი ჩვენ აღარ გვახსოვს ენის გასაღები გვაქვს დაკარგვილი როგორც ამ გასაღებშია აი გამოთქმული თავისუფალი მასონობის დაკარგული გასაღებები ქართული ენამ თავისთავად შეინარჩუნა ჩვენ არ გვახსოვს მისი წაკითხვა რუდოლფ შტაინერი სადაც ამბობს რომ ადამიანი არის მინერალების მცენარეების და ცხოველების ერთიანობა ქართულს ეს ძალიან მაგრად ახსოვს მინერალები მე ნათქვამი მაქვს რომ ეს არის ჩვენი მე კი არა იმას აქვს ნათქვამი და ვციტირებ ჩვენი საყრდენ მამოძრავებელი ეს ჩონჩხი რაც არის მინერალების ნაერთია თმები ეს არის ჩვენი მცენარეული საფარი და ეს ცხოველები ეს მოლეკულები და ატომების დონემდე დასული ორგანოები და სულ ყველაფერი და ეს ქართულს რა მაგრა აქვს უყურეთ რას ამბობს პირდაპირ ქართული ხელი რა არის აქ ყველაზე მთავარი საიდან იწყება ხედან იწყება თხემი რას ამბობს აქ ხეო სახე რას ამბობს ხეო ხერხემალი რას ამბობს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ქვედა და ზედა სამყაროს იაკობის კიბეს ვინც აერთებს რაც ეს მასონური წიგნების კითხვა დავიწყე ეზოთერიკული წიგნების და შემდგომ მასონური წიგნების კითხვა დავიწყე ბიჭო რა მაგრა იკითხება
ქართული ამათ ბრალი რო არ იცოდნენ არც ერთმა ქართული და რა ქნან ეხლა ესენ ცდილობდნენ თავისი ლათინური საწოდავი იმით რა ქვია სანსკრიტი არის შვილობილი პირდაპირ ამბობს სანსკრიტ სან არის შვილი სკრიტ არის დაფარული შვილი რომელიც არის ქართულის და სლავურის ნაჯვარი მნიშვნელობითი ნაჯვარი ის არ არის ქართულზე და სლავურზე ძველი ენა ის არის მათი ერთობლიობით მიღებული და ამ დასავლეთის ეზოთერიკოსებმა და ალბერტ პაიკმა და ასეთმა ტიპებმა ადგენენ და უბრალოდ სანსკრიტი ყველაზე ძველი ენად გამოაცხადეს იმათი ვედური ცოდნა ჩათვალეს რომ ეს ყველაზე უძველესი და ქართული პირდაპირ გელაპარაკება და რაზეც დგეხარ იქ ალბერტ ამბობენ რა ქვია მენლი პანელ ხორი პოლ სიდირი და რა ვიცი რა ქვია თვითონ რუდოლფ შტაინერიც ამბობს რომ ადამიანი არის ამოტრიალებული მცენარე და ამას პირდაპირ გეუბნება ქართულში კოდში ჩადებული არ რა არის ქართულში რაზეც დგას ეს მოწყობილობა ფეხი ეხ შეატრიალე და ხე შეტრიალებული ამოტრიალებული მცენარე ეხა პირდაპირ ამბობს ამას ფეხი ამოტრიალებულად დგეხარ მცენარე ხარ ხე ხარ რომელიც ამოტრიალებულად დგას და პირდაპირ მნიშვნელობით არის ფეხში ჩადებული იმდენი ხე არის იმდენი მცენარეა ხერხე მალი სახე თხემი ხელი აბა დაუფიქრდით სულ ხეზე გვესაუბრე ეს ხარ შეიძლება შემთხვევითობა იყოს ჩემო მეგობრებო სლავური არის მოქმედების გამომხატველი ენა და ქართული არის მისი ფიქსირების ენა ფიქსაციის ენა მეს ნათქვა გაშიფრული მაქვს რას ნიშნავს რა ის ადამიანები რა ქვია ეს ზუსტად ეს ელინელები ანუ ზუსტად ეს სემიტები რომლებსაც არ ესმოდათ იმ ხალხების როგორც ჩვენ ვართ ვარვარებს გვეძა ბარბაროსებს გვეძახოდნენ ბარბაროსებს რაც ქართულად ვარვარს ნიშნავს ქართულად ბარბაროს უფრო იმათ ვარვარია ვარ ორჯერ ვარ არის მე ორჯერ ვარ რაც სლავურში ვალით აღინიშნება ვალ არის შემაღლე და ასე შემდგომ ეს წინაემებში ნათქვამი მაქვს განმარტებული მაქვს რა და როგორ ხდება ძალიან მაგარია ამ რაღაცებში ჩაკვირვება მიდიხარ სალიმი ალი პირდაპირ არის ალი არის ის მოგიზგიზე ცეცხლი რომელიც მუდამანთია საკურთხეველზე ესე რომ ვთქვათ გადმოიტანეს ღმერთი რა ღმერთი ის პროგრამისტია ვინც ანხის საშუალებით დედის საშვილოსნოს საშუალებით პორტალის საშუალებით შემოვიდა აი ამ მატერიალურ განზომილებაში სულიერმა განზომილებაში რო არ მოწყენილიყვნენ რომ დაიღალდნენ იქ უკვდავები არიან იქ უკვდავებიო ჩვენ სულ ყველანი იქიდან ავართ აქ რა დროსაც ვყოფთ წარმოიდგინეთ ახლა რამდენი ჯერ დაგიძინიათ რამდენჯერ გაგიღვიძიათ ეს პროცესი რამდენჯერ გახორციელდა ისია ის იქაც ეს ჩვენ ვაკ ზია მოვიდა ჩავიდა მთვარი ამოვიდა და ერთმა დაგიქვება რა ქვია დღეღამე დაგიქვება ეს ხო პირობითია პროგრამაა ეს პროგრამაა ჩვეულებრივი რო ასე აღიქვება დღეღამე ამის შედეგად აღიქვება რომ შემდგომ რა ქვია რაღაც კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რომ წელიწადი გავიდა და რაღაცა წელიწადში ამდენი დღეა და რაღაც ისინი თუ იქაური განზომილებისთვის წამია ესა ვაფშე არ ფსარნიშნავს იმიტომ რომ დრო არ არსებობს იქ საერთოდ არ არსებობს იქ დრო და გულოცა გვეკითხებიან კითხვაზე მაგას ბოლოსში გავცხეთ პასუხი რა არის ჭეშმარიტება პონტი პილატემ ერთ-ერთმა ჩვენმა ირმა სათამაშომ ავატარმა რომ პირდაპირ დაუშვა კითხვა სალიმის განდობილ მღვდელს იესო მეტი არაფერი არ იყო ვისაც ახსოვდა წინა ცხოვრებები ის უკვდავთა იმიდან იყო რა ქვია რანგიდან და ეს შეუძლია ნებისმიერს გახდეს ვინც გაიხსენებს თავის წინა ცხოვრებას ჩვენც რო ესე გვასწავლიდნენ სკოლებში რასაც ახლა საბავშვო ბაღებში და სკოლებში გვასწავლიან იმის მაგივრად იმ უმაღლეს ცოდნას რო გვასწავლიდნენ წინა ცხოვრებების გახსენებას ყველას გვეცოდინება ვინა ვართ რა ვართ აქ გაცილებით
ჰოპა, ვაფშე სხვანაირი იქნება ყველაფერი და არა იმაზე ორიენტირებული, რომ ლამაგალი მანქანა ყავს, ბიჭო, ლამაგალი ცარვალი გაჩვია, სიმღერა შეგძლებია. ბურთსაც თამაშო. ეს ვაფშე პუტანკა, ეს კაი ტიპია, რაღაცა ქურდი ტიპი ქვია რაღაცა. სირობები, თო. იმიტომ რომ არის ადამიანი ყველაფერს წამალზე ჯდება, სასმლის დალევას იწყებს, 1000-ნაირ სირობას მიმართავს, იმიტომ რომ არ იცის როგორ გაერთოს. სად იპოვოს თავის დანიშნულება. წარმოდგენა არ აქვს და 1000 სიდებილეში ყოფს თავს. ისინი კიდე ახლა შემოდიან სათამაშოდ. ჩვეულებრივ აგრძელებენ იციან ძალიან კარგად თამაშის წესები იციან. ჩვენ თამაშის წესები არ ვიცით. თელ ჩვენ მშობლებიანად. მასა, ზომბები. იმიტომ გეუბნებით. გადააგდეთ ეგ დედამოწყნული ტელეფონები და წიგნები და იმაში ჩაიხედეთ და იმის კითხვას და გააზრებას მოყევით. ეხლა მე რაღაც ჯერ შესავარს წავიკითხავ. რაღაც გარკვეული თავისას. ეგვიპტელი ინიცირებულები. სალამი შენდა. ნახე როგორ იწყება სალამი შენდა. რაო კანონების ღვთაება, რომლის ტაძარიც დაფარულია. სულ ეს არის და ეს არის ამონ რასათვის მიძღვნილი ჰიმნი. სიკვდილის თაინთქმება სინათლით. ოსტატის წიგნიდან. ზუსტად იმ სალიმზეა საუბარი. მასონობის ადრეულ ისტორიკოსებს ალბერტ მაკკეის, რობერტ ფრიკ გოულდს და ალბერტ პაიკს ერთი მიზანი ჰქონდათ. გარკვეული შესაბამისობა მოეძებნათ ჰირამის შესახებ მასონურ ლეგენდარსა და ოსირისის შესახებ ძველ ეგვიპტელ ინიცირებულთა რიტუალებში გადმოცემულთა მითს შორის. თავის წიგნში შოტლანდიური რიტუალების მორალი და დოგმა ალბერტ პაიკი მოკლედ გადმოგცემს ოსირისის კულტის ალეგორიების შესახებ პლუტარქეს ნაშრომებს და ვარაუდობს, რომ ქალწული, რომელიც გატეხილ სვეტთან ტირის, შესაძლოა ისიდა იყოს მისტერიების დედა, რომელიც მეფე ბიბლოსის სასახლეში უზარმაზარ სვეტში დამალულ თავისი ქმრისა და ძმის გარდაცვლილ ცხედარს გლოვობს. ისიდა ვინც არის, ახლა წაგიკითხავთ, ვინც არ იცის. ძველ ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალღმერთი ნაყოფიერების, წყლისა და ქარის, ქალურობის, ოჯახური სიწმინდისა და ერთგულების სიმბოლო. ის იყო ღმერთი ოსირისის და ამავე დროს მეუღლე. დაც იყო და მეუღლეც. ღმერთის ხორის და შესაბამისად ყველა ეგვიპტელი ფარაონის დედა. ზუსტად იმ ხორზე გეუბნებით, რომლის ყოვლის მხედველი თვალიც ყველგან გვიყურებს და ჰორიზონტს აკონტროლებს. ხორიდან მოდის ეს. რადგან ფარაონები ხორის მიწიერ განსახიერებად ითვლებიან. ყველა ფარაონი ხორის მიწიერ განსახიერებად ითვლებიან. აქეთ მე რაღაც საკმაოდ ვრცელი ეს არის და ჩვენ ავიკითხავთ ისეთ რაღაცებს, რაც ძალიან საინტერესო იქნება და თვალსაჩინოს გახდის, რომ არც სიკვდილი უნდა გადარდებდეთ, არც ვინმეს გაჭირვება, არც ვინმეს ბედნიერება. ერთადერთი რაც უნდა გადარდებდეთ, ჭეშმარიტების ძიება. და ეს ჭეშმარიტება რა არის ჭეშმარიტება? ამაზე ზია ჯონსონი გასცემს ბოლოში პასუხს. და ამასთან ერთად რა არის ცხოვრების მიზანი? საუკუნეების მანძილზე ხელობის სიმბოლოებს ძალიან ზედაპირულად განმარტავდნენ. თუმცა ალბერტ პაიკიმაც კი აღიარა, ალბერტ პაიკი მასონობის ფუძემდებელი იყო. ის რაც მისი სიღრმისეული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ უცნაური ფიგურების რეალური მნიშვნელობა სამწუხაროდ როგორც ეშინოდა სამუდამოდ დაიკარგა. დაიკარგა ალბერტ პაიკისათვის, იმიტომ რომ ქართულში საიმში არ იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ის, რასაც პროგრამა იოანე ზოსიმე ამბობს, რომ ენაი ქართულით განცხადების, ხოლო და ენაშია შენახული ის უძველესი კოდები, რომელსაც შეუძლია მოარგოს გასაღების საკლიტოს. მას ჭირდება სლავურის დახმარება, სლავურის და სანსკრიტის გარკვეულწილად. გავაგრძელებ. მათ არ იცოდნენ ეს გასაღებები და თავისთავად დაკარგული იყო ის მათთვის. ადეკვატურ მნიშვნელობას მოკლებული ალეგორიათა მთელი მასა კარგავს თავის ღირებულებას და აღარ უბიძგებს ნეოფიტს ცნობიერების უფრო მაღალ მდგომარეობის მიღწევისკენ. ნეოფიტი არის მოსწავლე რა. ეგვიპტურ მისტერიათა რიტუალი თავდაპირველად მიზნად ისახავდა იმ უცნაური და მშვენიერი მდგომარეობის მიღწევას, რომელსაც
დღისით გამოცხადება ეწოდებოდა. სიკვდილის წიგნად რომ აღწერენ ეგვიპტური ის არის ერთ-ერთი არ არის ის სიკვდილის წიგნი სინამდვილეში იმას დღისით გამოცხადება ერქვა და შეცდომით იქნა გადათარგმნილი მისტერიულ წიგნად და დაარქვეს მკვდართა წიგნი დაარქვეს უпростоრად და იქ სინამდვილეში მასონებს ყავთ ესეთი აი რასაც თავში ვთქვი რომ ჰირამ აბიფის და ოსირისის მითის დაკავშირებით ჰირამ აბიფი ყავთ ამათ აი ამ სხეულის მშენებლად წარმოდგენილი რომელზეც გუშინაც ვისაუბრე და მის მკვლელად აღიქვება სამი მშენებელი სამი მისი მოწაფე ესენი არიან აზრი მოქმედება და ვნება აზრი მოქმედება და ვნება რომელსაც ვერ აკონტროლებს ეს ჰირამ აბიფი აი ეს ტაძარი სოლომონის ტაძარი არის აი ეს სხეული ოკულტურ ენაზე ამაზე არის აგებული მთლიანად მეფე ართურის ამბავი რგვალი მაგიდის რაინდების ამბავი ეს კუბში ჩარჭობილი ხმალი რა არის იქაც სალიმში ხო არის ხმალი იქაც ალზეა საუბარი იმ ესეთ სულიერ განზომილებებზეა საუბარი ალი რომელიც მუდმივად გიზგიზებს ან ცეცხლისგან ამოდის და ეს არის ზუსტად ის სამყარო რომლიდანაც ჩვენ მოვედით აქ ამ განზომილებაში მატერიალურ განზომილებაში თორე ჩვენ სულ ყველანი ვეკუთვნით იმ სულიერ სამყაროს და თითოეული თქვენგანი უკვდავია თუ ამას თქვენ გააცნობიერებთ ეხლა მე რასაც დღეს ვცდილობ რომ მოვიტანო თქვენთან თქვენ მიხვდებით რომ სადარდებელი საერთოდ არაფერი არ არის აქ რომ თამაში ხართ რომ ღირსეულად უნდა ითამაშოთ უბრალოდ და იქვე გაიგებთ თუ ცოტა ხანს დამაცდით ჭეშმარიტების რა არის ჭეშმარიტება და შესაბამისად რა არის ცხოვრების აზრი რომელსაც დღისით გამოცხადება ეწოდება ამ ცერემონიის და მისი პრინციპის მნიშვნელობის გაგება აუცილებელია სიბრძნის მისაღწევად მეორედ დაბადება თითქმის ყველა დიდი რელიგიის საიდუმლო სწავლებებში არსებობს მეორე დაბადებას ეს აღდგომას აი ახლა ერთ 10 დღეში რომ მოგვადგება და ხრიამულით რო შეესევით და არიქა ვითომ მიცვალებულების სულის მოსახსენიებლად რომ მიდიხარ და სინამდვილეში მუცელ სტომაქის ჩასახეთქად და წარმოდგენა არ აგაქვთ ყველაფერს რო მიზეზად გაქვთ გადატანილი რომ ფოჩიანი კანფეტები ჭამოთ მარტო და საერთოდ წარმოდგენა არ აგაქვთ ის რიტუალები სინამდვილეში რას უკავშირდება რატო კეთდებოდა ამათმა უბრალოდ ფორმა შეინარჩუნა თორე მნიშვნელობა დაიკარგა საერთოდ დაკარგულია მნიშვნელობა ყველაფრის თორე გავეცნოთ მეორე დაბადება თითქმის ყველა დიდი რელიგიის საიდუმლო სწავლებებში არსებობს გაცნობიერებული უკვდავების მიღწევა კი სრულყოფილების შედეგად მიღებული ერთ-ერთ მთავარ მადლად ითვლება კაი გონეთ გაცნობიერებული უკვდავების მიღწევა კი სრულყოფილების შედეგად მიღებულ ერთ-ერთ მთავარ მადლად ითვლება ვინ იყვნენ უძველესი იეროფანტები რომლებზეც ამბობდნენ სიკვდილმა მიივიწყა ისინიო ვინ იყვნენ სამეფო ქურუმები რომლებიც ეპოქიდან ეპოქაში გარდაცვალების გარეშე იბადებოდნენ ზუსტად იმ 22 იეროფანტზე ვსაუბრობ რომლებმაც სადიდებლად 22 ასონიშანი აქვს დატოვებული ებრაულ ენას რომლებზედაც საუბრობს გენერალი პეტროვიც რომ ეს 22 იეროფანტი მართავს აღმოსავლეთის და დასავლეთის თელ სოფლიოს დიახ მელქისედეკიც კი რადგან სალიმის იერუსალიმის თავადზე ამბობდნენ რომ ის თავის დედაც იყო და მამაც აი ეს მელქისედეკი რომელზედაც მე ვსაუბრობ სალიმი იერუსალიმის თავარი მელქისედეკი იესო ამ ორდენის წევრად აი ეს წერია მასონურ წიგნში იესო ამ ორდენის წევრად მელქისედეკის რიტუალით კურთხეულ ღდლად აღირიცხებოდა მან ძალიან კარგად ითამაშა ის როლი რომელიც მასზე იყო მონიჭებული მას უბრალოდ იესო ქრისტე არ ერქვა ეს არის პირობითი სახელი მე ვარ კაცი-ცხებული ღვთისშეცნობით გასულიერებული სულ სხვა სახელი ერქვა და საერთოდ არ დაუმთავრებია იქ სიცოცხლე არის ცნობა რომ ის იქით ინდუეთში კარგა ხანი აგრძელებდა სიცოცხლეს თავი შვილებიც ეყოლა იქ და ყველაფერი და იქ არის მისი გასასვენებელი დატოვებული ამ უკვდავებს ფენიქსის ტერმინით მოიხსენიებდნენ ეს ჩიტი ხო გახსოვთ ყველას ეს მფრინველი ფენიქსი ყდრეთით აღდგა ფერფლიდან აღდგა ფენიქსიო
ეხლა უყურეთ რა ხდება, რა არის ეს ფენიქსი და გაიხსენეთ ვის სიმბოლიკებზე ხედავთ მათ. მათი სიმბოლო იდუმალი ორთავიანი ფრინველი იყო, რომელსაც ახლა არწივს უწოდებენ. ორთავიან არწივებს, ორ არწივს. რა ცოტა დროშაზე ხედავთ? ამერიკის დროშა, რუსეთის დროშა, უკრაინის დროშა. რა ვიცი, მე კარგად გადახედით. ესენი სულის უკვდავები არიან მათ სათავეში, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ აქ ვართ. მუდამ აქ ვიყავით და არსად არ წავსულებთ. ის კარგად ცნობილი, მაგრამ ნაკლებად გასაგები მასონური ემბლემაა. კიდევ ერთხელ წავიკითხავ, რომ გაუცნობიერებლებმა ცოტა მეტი აზრი ჩააყოლონ. ამ უკვდავების ფენიქსის ტერმინით მოიხსენიებდნენ. ამ უკვდავებს ფენიქსის ტერმინით უკვდავებს მოიხსენიებდნენ ფენიქსის ტერმინით. მათი სიმბოლო იდუმალი ორთავიანი ფრინველი იყო, რომელსაც ახლა არწივს უწოდებენ. ის კარგად ცნობილი, მაგრამ ნაკლებად გასაგები მასონური ემბლემაა. გასაგებია. ამ გამოცანის ამოსახსნელად პლატონი მინიშნებას გვაძლევს, რომ ის სხეულს სულის აკლდამად აცხადებს. სხეულში დატყვევებული სული განთავისუფლებას ელის და რაციონალური ნაწილის ირაციონალური ფორმისგან ეს გათავისუფლება ორიდან ერთი რომელიმე გზით უნდა მოხდეს. უმეცარი თავისუფლდება აუცილებლობიდან გამომდინარე. რომ მოკვდება რა? უმეცარი რომ მოკვდება სხვადასხვა ვითარებასა და სიტუაციაში გათავისუფლდება ესე. ბრძენი საკუთარი არჩევანით. ეგვიპტური მითების თანახმად, ვინც სხეულსა და მოკვდავთა ძილს დატოვებს, ღამით გამოდის და სიბნელეში დახეტიალებს. მაგრამ ის, ვინც მისტერიებსა ზიარებული და საიდუმლო მეცნიერებებსა დაუფლებული, მათი დახმარებით სხეულის დაშლის გარეშე თავისუფლდება მონობისაგან. პირდაპირ არის ინსტრუქცია მოცემული. თავისი ბნელი არსის ნაწილისაგან გათავისუფლებული ჭეშმარიტი ფილოსოფოსი გავს ენოქს, რომელსაც სიკვდილის სიმწარე არ უგემია. იცით ხო ენოქი ვინც არის? პირველი, ვინც ცაში ამაღლდა. ასეთ ინიცირებულსა და ხელახლად დაბადებულებზე იტყოდნენ ხოლმე დღისით გამოცხადებულნი. აი სიკვდილის წიგნი რო დაარქვეს, სინამდვილეში იმას ქვია დღისით გამოცხადებულნი, რომელიც საუბრობს ზუსტად იმ გაცნობიერებულებებზე, რომლებმაც უკვდავების საიდუმლო იციან. უკვდავება კი არის გახსნება წინა ცხოვრებისა, მეტი არაფერი. ის სხვაობა ჩვენსა და მათ შორის. ჩვენ მოდივართ თამაში გაუცნობიერებლად, თამაშის არსის არცოდნის გარეშე, ისინი მოდიან და ამ თამაშის არს სრულად იხსენებენ. ამრიგად მისტერიები განიხილებოდა, როგორც აქ ეს ყველაფერი დაფარულებ, მე რო გიშიფრავთ, ეხლა ესე არ არის, შენ რო წაიკითხო შენ არ გეგონოს იგივე გაიგო. მე ამას სიტყვით გიშიფრავ, რომ შენ გაუცნობიერებელმა გაიგო, რომ გაუცნობიერებელი ხარ. რომ გჭირდება იმის გაცნობიერება, რასაც ვცდილობ მოგაწოდო. ამრიგად მისტერიები განიხილებოდა, როგორც სიკვდილის ჩამნაცვლებელი და იმავდროულად როგორც დედის მეორე წიაღი, საიდანაც ინიცირებისათვის მზადყოფის სიბრძნის სამყაროში იბადებოდა. ეგვიპტეში მისტერიებს, ანუ ფილოსოფიურ აღორძინების ორდენებს ისიდას სახელი დაერქვა. ხოლო მათ, ვინც ხელახლა იბადებოდა ტაძრის წიაღში, ისიდას შვილებს ეძახდნენ. ოსირის მისი მეუღლის გარდაცვალების გამო ეს ხალხმერთი სამგლოვიაროდ გამოეწყო. ოსირისის მისი მეუღლის გარდაცვალების გამო ეს ხალხმერთი სამგლოვიაროდ სიტყვის დაკარგვის მიზეზით. აქაც რა წერია? თავისუფალი მასონობის დაკარგული გასაღებები. დაიკარგა სიტყვა და ეხლა მიხვდებით რა სიტყვა დაკარგული, რომელსაც წამოდაუწუნ გიხსენებთ. უფალი საიდან მოდის, რომ ის ფალოსის კულტია და რატო არის ფალოსის კულტი? ეხლა ფალოსის კულტი რატო არის უფალი? ეს ხალხმერთი სამგლოვიაროდ გამოეწყო სიტყვის დაკარგვის მიზეზით, რომლის სიმბოლო ოსირისის ფალოსია. ვინც იცის ეს მითი? ორ ძმას, ოსირისა და სეთს შორის მოხდა განხეთქილება, სეთმა ის ბზაკრულად მოკლა, შემდგომ ისიდამ მოიწია, აღადგინა, გააცოცხლა და ოსირისმა სეთმა ხელთავიდან მოკლა და მისი სხეული 40 ნაწილად დაჭრა და მოაბნია მთელს სამეფოში. შემდგომ ისიდამ კვლავ მოიპოვა მისი სხეულები და ერთი
დააკლდა. აი ეს სიტყვა. აი ეს სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანი. ფალოსი დააკლდა, რომლიდანაც წამოვიდა სიტყვა უფალი, უფალოსი, რომელიც არის გამრავლების კულტი, რომელსაც თქვენ აღდგომაზე პასკას თავს მოაყრით სპერმის სახით, ჯეჯილს, რაც არის უნდა ხვდებოდეთ, ეს არის თმოვანი ბოქვენზე და კვერცხები, წითლად შეღებილი, რაც არის მამრის კვერცხები ჩვეულებრივ. ეს არის ფალოსის კულტი. თქვენ რა მოგეწონებათ და რა არის, ჩემთვის არ არის საინტერესო. მე გეუბნებით, რაც არის რეალობა. იგი დიადი ქვრივი გახდა. შესაბამისად, მისი წიაღიდან დაბადებულებს ფილოსოფიის რჩეულებს ქვრივის შვილები დაერქვათ. ფილოსოფიაც მადედან მოდის. ეს სოფია სიბზნეს ნიშნავს და ესეც ფალოსთან არასოციირდება. ეს სახელი დაუმკვიდრდა და დღემდე შემორჩათ მასონებს. ერთი უძველესი სვეტის წარწერა დიოდორემ ასე თარგმნა: მე ვარ მეფე ოსირისი, მე ვარ სატურნის უფროსი ძე. სატურნი, იმიტომ რომ შტაინერსაც აღწერილი აქვს, ეს არის არა პლანეტა, არამედ პერიოდი, როდესაც ჩაისახა აქ ყველაფერი. ჩასახვის ეპოქა. მე დავიბადე ბრწყინვალე და დიადი კვერცხიდან და ჩემი არსი იმავე ბუნებისა, რისგანაც სინათლე შედგება. ეს იმ კვერცხზე საუბრობს. ჯალალედინ რუმი რომ იტყვის, მე ვარ ბარტყიო, კვერცხიდან შობილი. არსად სამკვიდრო არ არის ჩემი და ყველგან სამკვიდრო არის. მოისმინეთ რუმის ეს ლექსი. ეს სიტყვები გვიხსნის იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც საფლავიდან ლომის თათის ძლიერი ჩაჭიდებით ამოიყვანეს. ბრწყინვალე და იდუმალი კვერცხი, საიდანაც უკვდავება მოპოვებული მოკვდავი ამოდის, არის ტაძარი, მისტერიათა სახლი, ბრძენთა სფერო. ეს ისაა, რასაც დღეს მასონურ ლოჟას დავარქმევთ. ის კი, ვინც მისგან გამოდის, ჰგავს ფენიქსს, რომელიც ახალი სხეულით, ფენიქსი ხონგა უკვდავების სიმბოლოა, სამოსითა და სინათლით იმოსება, იმ სინათლით, რომლიცაც ჯილდოვდება სული რიტუალის იდუმალი სიდიადის წყალობით. ამიტომაც ამბობენ მაძიებელზე, რომელიც საფლავის წყლიანში ეშვება და ჰადესის ბინდჩამდგარ დარბაზებში ხეტიალის შემდეგ სიცოცხლეს უბრუნდება, რომ ის უკვე საფლავიდან აღდგარად ითვლება. იარაღები და სამკაული, რომლითაც ის ჯილდოვდება, მის მიღწევებზე მეტყველებს. ის უკვე უბრალო მოკვდავზე მაღლა დგას, განსაკუთრებულ რასას განეკუთვნება. კარგად მოისმინეთ, რას ვამბობ. ის უკვე უბრალო მოკვდავზე მაღლა დგას, განსაკუთრებულ რასას განეკუთვნება და მართალია გაღმერთებას არა, მაგრამ გარკვეულ თაყვანისცემას მაინც იმსახურებს. დიდეული ეთიკური ორდენი, კეთილშობილი და წმინდა მისტერია, აი ეს არის მასონობა. ყველაფერი, რაც ამაზე დაბლა დგას, არ არის მასონობა და ჩრდილს აყენებს იმ დიად მიზანს, რისთვისაც შეიქმნა ორდენი კაცობრიობის განთიადზე. მას ასე ჩვენამდე მოღწეული ძველეგვიპტური მანუსკრიპტების და დაცალკევებული ფრაგმენტებიდან და მათი კომენტარებიდან ჩვენ ვიღებთ უმაღლეს შთაგონებას, ჩვენი ერთადერთი მიზნის გამაკეთილშობილებელ აღქმას. ჩვენ შევკვირდნენ, ნახეთ რას ამბობს 33 ხარისხის მასონი. ჩვენ შევკვირდნენ, რომ თუ ერთგულად ვემსახურებით იმას, რისთვისაც მისტერიის სკოლები შეიქმნა და მას ჩვენ ცხოვრებას მივუძღვნით, ბოლოს და ბოლოს დაბრუნდება სიტყვა. აი ის ფალოსი უფალოდ რო გადაიქცა. მასთან ერთად კი დაბრუნდება ფილოსოფიის საიდუმლოს ისეთი სრულყოფილი ღრმა და დიადი გააზრება, როგორიც სიკვდილის რაციონალური ჩანაცვლება. ანუ გადავაუკვდავთ რასაში. გაიგეთ თქვენა. გაიგეთ რამე გააცნობიერეთ რა ხდება. ეს არის ძალიან მაღალ რეზოლუციური თამაში. დაბადება აქ პორტალი მდედრისში ჩაშენებული ანქით ხდება. არც ერთი ეგვიპტური ღმერთები, რაც იყო უწინ წარმოდგენილი, ის მითოლოგიების სახით რაც არის მოტანილი ჩვენამდე არ არიან სინამდვილეში ღმერთები. ეს არის ადამიანის ორგანოები სულ. ეხლა მაგის აღსახველ ვიდეოსაც მოგართმევთ ძია ჯეკო და კონკრეტულად რომელს წარმოადგენს ის განვიხილოთ. სულ 1 წუთნახევრიანი ვიდეოა. ბოდიშით 1 წუთი. ოპა. ოტაკ.
Египетские боги никогда не существовали в том понимании, к которому мы привыкли. Они символизировали различные части вашего тела. Анубис – это собака, которая представляет язык, потому что сила жизни и смерти находится... ეგვიპტელი ღმერთები არასოდეს არ ყოფილინ ისინი, რომლებსაც თქვენ წარმოგიდგენიათ, ისინი ადამიანის ორგანოებს განასახიერებენ. ისევე როგორც ეს ჯვარცმას განასახიერებს ჩვენი სხეული თვითონ, ისევე როგორც ნებისმიერი ის მოგზაურობა, რასაც 40 წლიანი მოგზაურობა იქ რო არის ტვინში, რა ქვია, მოსეს გამოსვლა თავის ხალხი რო გამოიყვანა ვითომ სინამდვილეში, ეს არის ტვინში არის ადგილი, რომელსაც უდაბნო ეწოდება და იქ ხეტიალის შედეგად, თელი მას ოკულტურ ენაზე ახსნილი რიტუალებია და ანუბისი არის ძაღლი, რომელიც არის სიცოცხლის ენერგია. ენა. Сокол гора – это внутренняя птица, которая находится внутри ствола мозга. Тот – это бог мудрости. Тот – это мысль. Мысль – Тоти არის აზრების ღმერთი. Пилар – это позвоночный столб, который является частью мозга. Анг – это чрево, матка, утроба. Анхи არის это портал в физический мир. Это символизирует то, как зрительное поле работает с мозгом. Поскольку вы не видите внешнего мира, а то, что вы видите, это образ, созданный зрительной корой. თქვენ რასაც ხედავთ, ეს არ არის პირდაპირ აღქმა იმ სამყაროში, რომელშიც ვიმყოფებთ. ეს არის იმის როგორ ვთქვათ, ობრაზ, აჩრდილი, რაც ჩვენს ტვინში უკანა ნაწილზე იქმნება. პროგრამულად. А скарабей – это череп. Храмы в Индии. ეს სკარაბეუსი ეს ღვთაებრივი ხოჭოა, რომელიც განასახიერებს სინამდვილეში ადამიანის თავის ქალას. Потому что человек – это самая передовая технология на Земле. ადამიანი არის ყველაზე მაღალი განვითარებული ტექნოლოგია დედამიწაზე. ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური ხელსაწყო, სკაფანდრი, ავატარი, ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ის ენერგია, რომელსაც ჩვენ სულს ვუწოდებთ ამ სამყაროში საბოდიალოდ რა სამგზავროდ. сделанное руками человека. Это ваше человеческое тело. Вы Бог во плоти. Тайные общества не хотят, чтобы вы знали, насколько священное ваше тело и насколько могущественен ваш разум. Вы всевидящее око на вершине пирамиды, смотрящее в трехмерный мир. Вы – это храм Соломона, храм души и храм разума. Египетские боги никогда... თქვენ ახართ სოლომონის ტაძარიც, თქვენ ახართ ღმერთიც, იმიტომ ჩვენ თვითონ მოვდივართ აქ სულ ყველა სათამაშოდ. უბრალოდ თამაშის პირობები ესეთია. რა არის ჭეშმარიტება, ზუსტად ამაზეა. ამას გაექცა ის იესოს სახელით წოდებული განდობილი ამ კითხვას გაექცა. გახსენება თუ ვინ ხარ? ანუ ესედო ძალიან ბევრ საუბრობენ სიტყვაზე გამოღვიძება, გამოფხიზლება და წარმოდგენა არა აქვთ, რომ გამოიღვიძო, უნდა გაიხსენო ვინ ხარ. თქვენ არ გეგონოთ, რომ ეხლა მე გამოღვიძებული ვარ, გამოღვიძებული როდის ვიქნებ იცით? აი ყველა თვისებას რო აღვიდგენ, რა შემიძლია. მხოლოდ მაშინ იქნება ადამიანი გამოღვიძებული, რომელსაც ტელეკინეზი შეიძლება, რავი ამას ტელეპათია, ჰიპნოზი და რავი პორტირება და რავი აი ყველაფერი შეიძლება რა. ფრენაც კი, ლევიტაცია. აი ეს იქნება ნამდვილი ჭეშმარიტი გამოღვიძებული. დანარჩენები მირაზე საუბრობენ, ბურტყუნობენ, იქ ვიღაცა ტარიელა გამოჩნდა, ვარშანიძეო თუ ხელთათმანებს იწვავს და რაღაცები გონია თავი, ან ვიღაცა ალექსა იქ სადღაცას იქ კასპისკენ, ან ვიღაცა გველუკაშვილები და ესენი არიან უბრალოდ ვიღაცები, ვინც რაღაცებზე საუბრობენ საუბრის გულისთვის. რომელსაც მიმართულებაც კი არა აქვთ, რაზე უნდა ილაპარაკო. გონიათ რაღაცა, მე მათზე დასამცირებლად კი არ ვამბობ, ჯერ ისდენად პატარები არიან, რომ თვითონვე არ იციან, რომ პატარები არიან. საბავშვო ბაღში ბავშვები ვინც არიან ერთად რო დატოვებ, რო თამაშობენ, ყველა დიდი ხდება კაცო. თუ ზედამხედველობას არ გაუწევ. გაიგეთ ხლა რაზე არის აქ საუბარი და სად ახართ. ამიტომ განცდა ის რომ ვაიმე ვიღაცა გარდაიცვალა და მოთხოვთ და წივიხარ და კი ვიხართ.
სიგიჟეა ეს ყველაფერი. ეს არის გაუცნობიერებლობის ამბავი. სანამ ადამიანი ვერ გააცნობიერებს და არ გააცნობიერებს, ვინ არის, საიდან მოვიდა, რომ ის აქ სად იმყოფება და ამის შემდგომ რა ხდება, მანამდე ის არის მძინარე ჩვეულებრივი. დაკუჭული ტანსაცმელი, აი შკაფში რამდენი გილაგიათ, რავი, სადღაცა სკივში, ჩემოდანში. და რო ადამიანი არის ამ პროგრამაში მცენარე. აი ხო, ამის მაგალითისთვის ნახეთ რა წაგიკითხოთ ახლა. მაგალითად უყურეთ, ახლა უყურეთ. ნახოთ ოსირისი, ნახეთ რა იცოდნენ ძველებმა, ეს ჩაწერილი მქონდა აქ დაჟე აგერ. ოსირისი ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, მცენარეულობისა და წყლის ღმერთი. აქ არ წერია რომ უმთავრესი ღვთაებაო და ადამიანებზე კი არა, მცენარეულობისა და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული. მცენარეულობის და წყლის ღმერთი? გასაგებია? როგორც სოკოზე დაობს დღემდეო ის ოფიციალური მეცნიერება, რომ მცენარეა თუ ისაო, რა ქვია, ცხოველიო, გარდამავალი რო არის. ზუსტად იგივეა ადამიანიც უბრალოდ უფრო განვითარებული, იმიტომ ამბობს ის ტიპი რუსულ ვიდეო რგოლში, რომ ადამიანი არის ყველაზე დიდი, უმაღლესი ტექნოლოგია ამ განზომილებაში. მასზე სერიოზული ტექნოლოგია ჯერ არ შექმნილი. აი ეს ავატარი. ეს არ არის მე, ეს არის ის, რითაც მე აქ ვიმყოფები, ის ცნობიერება, რომელიც ეხლა თქვენ გესაუბრებათ. ეს თქვენი რელიგიები, რაღაცები, მუხლის ლოკვები, ჩოქვები და რაღაცები შემდგომ მოიგონეს იმ მრავალ რეინკარნირებულმა უკვდავებს რო უწოდებ. რათა თქვენზე პროსტა იკაიფონ რა. ისინი ესე იღებენ სიამოვნებას. ბოტიში და თუ ტრაკი გაქვს, გაიხსენე და წამოარტყი თავში, შეჩმოროთ ხო უთხარი. არა გაქვს, მაშინ იპახავე რა. როგორც პახავ. პუსტიშკა ხარ და იყავი პუსტიშკა. აი ეს არის. ყველა იმ გადმოცემის ერთდღიანი ფინალი, რაც შემიძლია რომ გითხრათ, მთელი მასონური სწავლება და ეს იმიტომაც ხტებიან ის იმ მასონური მეებში თავით და რომ პირდაპირ უწერია აქ კაცო აქ აღვიქვესო ჩვენო რომ ამის საბოლოო შედეგი იქნებაო, აგერ ბოლო სიტყვები რასაც ამბობ, ბოლო აბზაცი. ღრმა და დიადი გააზრება, როგორიც სიკვდილის რაციონალური ჩანაცვლება. ამას შეგვპირდნიანო ჩვენ. დაბრუნდება სიტყვა, ბოლო დაბრუნდება სიტყვა, მასთან ერთად კი დაბრუნდება ფილოსოფიის საიდუმლოს ისეთი სრულყოფილი ღრმა და დიადი გააზრება, როგორიც სიკვდილის რაციონალური ჩანაცვლება. ესენიც როგორი უნდა იცი, რომ აქ იყო უკვდავად. ამაში ხდებოდა თავით ჰიტლერი, სტალინი. ამაში ხდებოდნენ თავით სულ ყველა გადახედეთ მეფეები თუ რავი, ვიზეც რამე არის მოთხრობილი. თაილი თავისი არტური მეფე, მერლინები და გრძნეულები და ისინი ვინც იყვნენ. ამაზე გვეუბნება პირდაპირ ვინ იყვნენ სანსკრიტულ შრუა გადმოცემული დევები, დევა, რომელიც ღმერთს ნიშნავს და ჩვენ ქართული მითოლოგიაში ყავს დევები, რომლებიც არიან გოლიათები თავიანთი ბუნებით. ზოგი კეთილი, ზოგი ბოროტი. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. რა ვიცი ახლა მე რა გაიგეთ და რა ვერ გაიგეთ? მოკლედ გარდაცვალება პირიქით, აი სულ დაფდაფებით და სიმღერ თამაში თუ აღინიშნებოდეს წესით. ყოველ შემთხვევაში ეს კირილი და ხოკვა და რაღაცა ეს არის გაუცნობიერებლობის ამბავი. სრული გაუცნობიერებლობის ამბავი. ჩვენ აქვთ მაღალ რეზოლუციის თამაში ძალიან მაღალ ტექნოლოგიურ მოწყობილობებში. აი ეს არის ბიომანქანა. მაგრამ შენ ეს არ ახარ. შენ ხარ ის, ვინც ძილის დროს ამ ქედან, ამ განზომილებიდან გადის. აი ეს ხარ შენ. აი ეს არის თქმაც მინდოდა. ეხლა გაიაზრეთ ხოლმე, სალამს რო ეუნებით ვიღაცას, ვის სადიდებელიას, იმ სალიმის ხო არა? მელქისედეკი სალიმის. აი ეს უკოდებია ჩადებული. მე გაიხსენეთ, რატო ხელი, ხერხემალი, თხემი, სახე, რატო ამდენი ხე,
თუ მცენარი არა ხარ? რატო გავს მამაკაცის ფალოსი, საიდანაც უფალოსი წამოვიდა მერე გამრავლების ორგანოს სოკოს პირდაპირ თავის იმით, რატო აფქვევს სპორებს ისე, ზუსტად იგივე პრინციპით რატო მრავლდება? რატო არის ის ვინც იცნობს მუხამორებს რო უძახიან სოკოებით რო кайფობდნენ და იღებენ ერთგვარ ჰალუცინოგენურ მდგომარეობას და ზოგიერთი მათზე რა ქვია გამოსახულიც არის კიდევ ის ISO პროგრამა ISO სოკოსთან ერთად ამანიტა მუსკარიასთან ერთად ის წითელთავიანი შხამიანი წითელი თეთრი წერტილებით როა შხამიანი სოკო რამდენად კავშირშია ეს ყველაფერი რამდენად პროგრამულია ეს ყველაფერი ადამიანები რომლებიც ამ მუხამორების სოკოების მიღებით დაკარგულა საერთოდ გასულა საერთოდ ამ სამყაროდან არის ისეთი შემთხვევები კიდევაც რომ ადამიანები ძილში გასულან აქედან რატომ გასხივოსნ და ის პიროვნება რომელზედაც ერთხელ მოგიყევით მე ოშოს წიგნში ამოვიკითხე მე-11 საუკუნეში ცხოვრობდა ვინმე ჩინელი რა ქვია ნუ ჩინელი კი არა ჩინეთში მოღვაწეობდა ინდური დუეთის წარმოშობის ბერი რა და სიცილით გასხივოსნა ტიპი იმიტომ რომ სიცილი აუარდა რომ აქ მაშინ თამაში ყოფილვარ თუნდაც რა და ყველაფერზე ეცინებოდა რავი რას ცეუნებოდნენ სიცილით ბჟირდებოდა ტიპი და აი ამით გასხივოსდა რატომ არის მე რომ გვასწავლიდნენ სულ ყველა ეს ბუდები მახავირები და ეს სულ ყველა იესოები და ისინი რომ ის ვინც მაღალ ცნობიერებას მიახსენებს რატომ უწოდებ მათ რომ ისინი არ არიან კეთილ გულისანი და კეთილი ცნობიერებისანი იმათ ბოროტად გამოიყენეს თავიანთი მდგომარეობა და იძახდნენ რომ ვინცო გასხივოსნდებაო ისო მე ამ სამყაროში აღარ დაბრუნდებაო ანუ სხვა ლეველზე გადახვალ სხვა უფრო მაღალი დონის თამაშზე გადახვალ ეს ერთ-ერთი მაინც პრიმიტიულ თამაშად ითვლება როგორც ჩანს უფრო რთული ნუ როგორც მარიოში როა როგორც რავი სხვადასხვა თამაშებში როა აქ რაღა გინდა მე როცა გააცნობიერებ შენ ვინ ახარ რო გამომფხიზდები აი ეს არის იმ კითხვაზე პასუხი რა არის ჭეშმარიტება გახსენება იმისა რომ შენ აქ ყოფები ვირტუალურ განზომილებაში რომ შენ ხარ უკვდავი რომ შენ ყველაფერი ძალგიც ეს იგივეა როგორც სახიობები რო სცენაზე სხვადასხვა პერსონებს თამაშობენ ეს მე მithქვამს რომ ძველ საბერძნეთში პერსონები ერქვა იმ ნიღბებს რომლებსაც სახიობები სახეზე იკეთებდნენ მაგრამ კულისებში ისინი უცებ ჩვეულებრივ სხვა ტიპაჟები ხდებოდნენ იქ დამთავრდა იმ პერსონის თამაში იქ უკვე კულისებში შიგნით სხვა პერსონის ნიღაბი უკეთია რომელთანაც ცდილობს თავისთავი აასოციროს როგორც თითოეული ჩვენთაგანი აი ეს არის ჩემო მეგობრებო კიდე ჩვენ დავდივართ უი ხელფასი მაღალია დაბალია უი მიუსაფარებს ამას უშვებიან თუ იმას უშვებიან იქ ვიღაცას ბომბავენ თუ ბოდიში ხნავენ სადღაცას რაღაცას ყველაფერი კეთდება ამ თამაში იმის გულისთვის რათა შენი ყურადღება ყველაზე ძვირად ღირებული და მნიშვნელოვანი აქტივი გადატანილი იყოს სხვადასხვა მიმართულებით და კუთხით რათა შენი ეს ცნობიერება არ შეტოყდეს ისე ხო ცნობისათვის ამბობენ სული რასაც ქვია ის ჩვენ რასაც სული დავარქვით ის ენერგია ამ განზომილებაში ამ სხეულში იმყოფება აი აქ ეფირული სითხე იმყოფება აი აქ რაღაცა შიგნით და აი ზუსტად მაგ წერტილში იმყოფება იმიტომაც არის ადამიანი აი ეგ საკმაოდ პატარა დარტყმატნი უნდა რომ აი აქ და ეგრევე ითიშება რა გაიგეთ ახლა ეგ არ ვიცი ვერ ვიტყვი მე მაგრამ შეგიძლიათ ის წინარე ვიდეოები ხელთავიდან ჩართოთ ყველაში იყო აზრი ჩადებული რომ მოსულიყავით აქამდე ჩვენ ყველანი უკვდავები ვართ თავარია ეს თვითონ გაიხსენა თუ არა და ის თოჯინა ხარ მარიონეტი აი ესე რო ათამაშები რომელსაც თვითონ არც ცნობიერება აქვს და არც მეხსიერება. ცნობიერება ვისაც აქვს ის იმყოფება ილუზორულ მდგომარეობაში. იღვიძებს მხოლოდ ძილის დროს. ამ განზომილებაში იღვიძებს მხოლოდ ძილის დროს. ეს პროგრამულად არის დაყენებული ყველაფერი აქ ეს. თუ შეძლებ და გატეხავ ამ კოდებს.
შენ შეძლებ ყველაფრის გახსენებას და შენ გახდები ზუსტად ის, ვინც შექმნა ეს სამყარო. აბა დროებით.